საქართველოში საგზაო წესების დარღვევისთვის სანქციები გამკაცრდა. გაიზარდა ჯარიმები ყველაზე გავრცელებულ დარღვევებზე, როგორებიცაა სიჩქარის გადაჭარბება, უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობა და მართვისას მობილური ტელეფონის გამოყენება. მკაცრდება სანქციები ბასლაინზეც უკანონო მოძრაობისთვის, სადაც და იცვლება პარკირების წესებიც. მათ შორის ტროტუარზე ან ქვეით და გადასასვლელზე გაჩერება. გამკაცრდა პასუხისმგებლობა ეგრეთ წოდებულ დრიფტზეც. რეგულაციების გამკაცრება საგზაო უსაფრთხოების ძიმე სტატისტიკამ განაპირობა. მხოლოდ 2025 წელს ავტოსაგზაო შემთხვევებს 500-მდე ადამიანი ემსხვერპლა, 8000-ზე მეტი კი დაშავდა. რამდენად ეფექტიანი შეიძლება იყოს ჯარიმების გაზრდა, რეალურად შეცვლის თუ არა მძღოლების ქცევას, ეს გადაწყვეტილება და რა არის მთავარი პრობლემა დღეს, კანონები, მათი აღსრულება, გზებზე არსებული მდგომარეობა თუ მძღოლების კულტურა. ამ საკითხებზე ვისაუბრებთ სტუმართან, ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი გვერდება ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით. მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. როდესაც მე და თქვენ ამ თემაზე გვიწევს ხოლმე საუბარი, ძალიან დიდი გამოხმაურება აქვს. ტრადიციულად აბსოლუტურად გასაგები და ლოგიკურია, ყველა ჩვენგანს გვეხება ეს საკითხი და შესაბამისად ინტერესი ძალიან მაღალია. რა თქვენი შეფასებით, რამდენად შეცვლის არსებულ ძალიან ცუდ რეალობას მიღებული გადაწყვეტილება გამკაცრების ნაწილში და აქ მთავარ პრობლემას რა წარმოადგენს, მე უკვე აღვნიშნე შესავალ ნაწილშიც, თუმცა იმ ადამიანის გადმოსახედიდან, რომელიც ამ თემას აქტიურად აკვირდებით და ამ თემაში ხარ ჩართული, რა არის დღეს მთავარი პრობლემა, რომელიც იწვევს იმ ძალიან მძიმე და საგანგაშო სტატისტიკას, რომლის შესახებაც მე უკვე აღვნიშნე. დღემშვიდობისა, მადლობა მოწვევისთვის. საგზაო შემთხვევების სტატისტიკა მართლა ძალიან მძიმეა, ის წლებთან ერთად სამწუხაროდ უარესდება. დაღუპულების და დაშავებულების რაოდენობა იზრდება თავად საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობაც. მაგალითად 2025 წელს გარდაიცვალა უკვე 479 ადამიანი, რაც წინა წლებთან შედარებით უკვე მაღალი მაჩვენებელია და საშუალო ევროპულ მაჩვენებელებს დაღუპულების და დაშავებულების რაოდენობა აღემატება დაახლოებით 4ჯერ, 5ჯერაც კი ზოგიერთ შემთხვევაში, რაც რა თქმა უნდა უბიძგებდეს შესაბამის სტრუქტურებს რეაგირებისაკენ. დაშავებულების რაოდენობაზეც უნდა გავამახვილოთ ყურადღება, რომ ეს ზუსტი ციფრი არ არის, რაც ვრცელდება ხოლმე, ვინაიდან ხშირია შემთხვევები, როდესაც საგზაო შემთხვევის დროს მძღოლები ერთმანეთთან ახერხებენ გარიგებას და მაგალითად არ იძახებენ საპატრულო პოლიციას, შესაბამისად მათი აღრიცხვიანობაც არ ხდება. ამიტომ დაშავებულების რაოდენობა კიდევ უფრო უარესი არის, ვიდრე ის არის გამოქვეყნებული. რა თქმა უნდა, სახელმწიფო სტრუქტურებს უბიძგებს ეს გადაწყვეტილებების მიღებისაკენ. კითხვა, რამდენად უშველის ჯარიმების გამკაცრება ან გაზრდა, მოდით ასე ვთქვათ, ჯარიმების გაზრდა შესაძლოა ქონდეს ისიერი რეაგირება, ანუ რეაქცია და რაღაცების შეცვალოს იმ მომენტში დადებითისკენ საგზაო შემთხვევების თვალსაზრისით, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში მარტო ჯარიმების გამკაცრება საკმარისი არ არის. ვინაიდან საგზაო უსაფრთხოება არის კომპლექსური სფერო და კომპლექსური დარგი. პირველი ის მოიცავს ავტომობილის ტექნიკურ მდგომარეობას, მეორე ის მოიცავს ინფრასტრუქტურას, ხო, როგორია საგზაო ინფრასტრუქტურა, მესამე მძღოლს და მძღოლის ქცევებს, მეოთხე კანონმდებლობა როგორ არის მოწესრიგებული და რამდენად მათ შორის შედის საჯარიმო სანქციები ან და კანონის აღსრულებაც და არის მეხუთე ასევე განათლება და ცნობიერების ამაღლების კამპანიები, რასაც სამწუხაროდ ჩვენ ხედავთ ბოლო პერიოდში, რომ ცნობიერების ამაღლების კამპანიები ზოგადად ბოლო პერიოდში კი არა, ზოგადად არ არის პრიორიტეტული, აი როდის გაიხსენებთ თქვენ, რომ ნახეთ მაგალითად სოციალური რგოლები, ხო, ალბათ ბევრი წლის წინ და არის გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დროულად მიეწოდება თუ არა საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის დროს სამედიცინო დახმარება, ეს რგოლები არის მთლიანად რაც განაპირობებს. რომელშიც შეუძლებელია რომ არ დაგეთანხმოთ, რომ ეს შემონათვალი ძალიან ესეთი თვალსაჩინოა იმისთვის, რომ რეალურად მივხვდეთ რა ხდება საგზაო უსაფრთხოების კუთხით, მაგრამ გადამწყვეტ როლს მაინც რა თამაშობს და რადგან გამკაცრებაზე დავიწყეთ საუბარი, გამკაცრება მოკლევადიან პერიოდში მაინც იქნება რეალურად შედეგზე ორიენტირებული, იმიტომ რომ თუ ეს ცნობიერებაში არ გაგდა, პირობითად მძღოლი ამ შემთხვევაში ამ საკითხზე შედარებით მაინც ცოტა მეც არ ფიქრობ, რეალურად რამდენად იმუშავებს, თუნდაც ერთჯერადად დამაჯარებენ, ჩამოჭრიან ქულებს, მაგრამ შემდეგ ეს მუშაობს, ანუ ჩამოჭრილი ქულების პირობებში თან დაჯარიმების პირობებში, თუნდაც ჩამორთმეული, მე ბევრი ვიცი, მაგალითად სამწუხაროდ, რომელსაც
ჩამორთმეული ქონდა მართვის მოწვევა რაღაც შეჩერებული просто რაღაც გარკვეული ვადის განმავლობაში, მაგრამ მე როდესაც გავიდა ის პერიოდი და დაუბრუნდა მას, მიეცა მას ამის შესაძლებლობა, იგივენაირად გააკეთა სამწუხაროდ. ამიტომ ამ რამდენად არის თქო ეს საკმარისი. აქ თავარ პრობლემას თვითონ კულტურა ხო არ ქმნის მძღოლების. კი, ესეც რა თქმა უნდა, ამიტომაც ხაზი გაუსვირო ცნობიერების ამაღლების კამპანიები სამწუხაროდ არ არის და ეს ცუდია, რომ არ არის. ისეთ განვითარებულ სახელმწიფოებშიც კი რომლებიც წარმოადგენენ ევროკავშირს, მათ შორის სკანდინავის ქვეყნებში, ხო, სკანდინავის ქვეყნების როგორც წესი გამოირჩევიან საუკეთესო სანიმუშო დისციპლინით, იქაც კი მუდმივად არის სოციალური რგოლები, იმიტომ რომ ადამიანებს ხშირად შეხსენება სჭირდებათ, რომ ამა თუ იმ დარღვევას, რომელზეც მათ გონიათ, რომ არაფერი არ მოხდება, ხო, რა სავალალო შედეგები შეიძლება მოყვეს. ჯარიმების გაზრდას შესაძლოა მოკლევადიან პერსპექტივაში გარკვეული შიშის ფაქტორის გამო მოყვეს რეაქცია, რომ შეიკავონ დაუშვათ ადამიანებად მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინონ, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში როგორც წესი მძღოლები მაინც პოულობენ საშუალებას, რომ თავი აარიდონ ჯარიმებს, ხო, ამა თუ იმ ფორმით. ამიტომ თანამედროვე მიდგომებით დღესდღეობით უკვე ეს არის არსებობს ტერმინი Vision Zero, ჩვენ შესაძლოა გვიხსენებია კიდევაც ჩვენს გადაცემებში, ეს არის ნულოვანი მაჩვენებელი გარდაცვალების გზებზე, ეს არის საერთაშორისო პროგრამა, შეგვიძლია დავარქვათ პროექტი მიზანიც განვითარებული სახელმწიფოების, რაც ნიშნავს იმას, რომ A და B პუნქტამდე მოძრავი ავტომობილი და ჩვენ რო მოძრაობთ, არ უნდა გახდეს მოძრაობა და მობილობა სიცოცხლის ფასი არ უნდა დაგვიჯდეს, ხო, ისე ადვილად უნდა მოახერხოთ გადაადგილება და უსაფრთხოდ. ამიტომ პირველ ეტაპზე უკვე თანამედროვე განვითარებულ მსოფლიოში წამოვიდა საგზაო ინფრასტრუქტურის საკითხი. ანუ ჩვენ უშვებთ იმას, რომ მძღოლმა შესაძლოა შეცდომა დაუშვას, უნებლიეთ თუ განზრახ, ჩვენ უშვებთ იმას, რომ შესაძლოა ყველამ ვერ აითვისა საგზაო მოძრაობის წესები იმ დონეზე, როგორც უნდა აითვისებინა, ყველას არ აქვს ერთნაირი შესაძლებლობა საჭის მართვის, ზოგიერთი არღვევს, ზოგიერთი სუდად იქცევა, ეს პირდაპირ გაგებით რომ ვთქვათ, მაგრამ საგზაო ინფრასტრუქტურამ არ უნდა მისცეს ადამიანებს საშუალება, რომ ერთმანეთი დააზიანონ. ამ კუთხით და რა პრობლემაა მაგალითად საგზაო ინფრასტრუქტურის კუთხით საქართველოში? ხო, საგზაო ინფრასტრუქტურის კუთხით ქვეყანაში შენდება გზები, ახალი ინფრასტრუქტურა კეთდება, მაგრამ რამდენად შეესაბამება ის საგზაო უსაფრთხოების სტანდარტს, ხო? ჩვენ ანუ ახალი გახსნილი გზა კარგია, მაგრამ საგზაო უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისია თუ არა, აი აქ დგას საკითხი. ამიტომ ჩვენ ქვეყანაში არსებობს შავი წერტილები, ეგრეთ წოდებული ეგრეთ წოდებული არა, კანონით განსაზღვრული ტერმინია პრინციპში ეს, სადაც ერთი და იგივე მონაკვეთზე ბევრი ადამიანი იღუპება და შავდება, ამ მარტო შავი წერტილების აღმოფხრით და რას ნიშნავს ეს, ხო? ყოველთვის ზღოლი არ შეიძლება იყოს დამნაშავე. იქ შესაძლოა იყოს გარემო ფაქტორი, რომელიც ახალისებს საგზაო სატრანსპორტო შემთხვევას და ბრჭყალებში რო ვთქვა ეს სიტყვა, ეხმარება მძღოლს საგზაო შემთხვევისთვის. ასეთი ბევრი წერტილი გვაქვს? ბევრი წერტილი არის საკმაოდ, მათი აღრიცხვიანობა კიდე ცალკე საკითხი არის, ვინაიდან გვჭირდება ზუსტი მონაკვეთები, ხშირად ცხადდება პრობლემური მონაკვეთები, მაგრამ არა კონკრეტული მონაკვეთი, სადაც ეს შემთხვევები ხდება. მათი აღმოფხრით ჩვენი გათვლით მაგალითად 25%-ით იკლებს დაღუპულების რაოდენობა. ანუ იმის თქმა მინდა, რომ საგზაო ინფრასტრუქტურა არის უკვე დაწინაურებული საკითხებს შორის, რომელმაც ჩვენ არ უნდა მოგვცეს საშუალება, რომ დარღვევის შემთხვევაშიც კი ისეთი საგზაო შემთხვევის პროვოცირება მოვახდინოთ, რომელიც გამოიწვევს სიკვდილიანობას გზებზე. აი ეს გახდა უკვე ნომერ პირველი პრიორიტეტი. მეორე პრიორიტეტი რა უნდა იყოს? აუცილებელი არის, რა თქმა უნდა, იმ დარღვევებზე ყურადღების მიქცევა, რომელიც იწვევს სიკვდილიანობას გზებზე, ეს ერთ-ერთი არის სიჩქარე და სიჩქარის გადაჭარბება, რომ გამოვყოთ აი იმ დარღვევებიდან მთავარი. შესაძლოა მძღოლმა დაარღვიოს მოძრაობის წესები, მაგრამ ის ფატალურად არ დასრულდეს, თუ ის დასაშვებ ზღვარში იქნება მოძრაობის, თუმცა გადაჭარბებული სიჩქარე, რა თქმა უნდა, ხშირად ხდება სიკვდილიანობის მიზეზი. ჩვენ შემთხვევაში, რაც არ არის მოსაწონი, სიჩქარის ადმინისტრირებაში არის ის, რომ სოფლიო უკვე გადაეწყო სიჩქარის შეზღუდვაზე ქალაქის ცენტრალურ უბნებში, მაგალითად 30 კმ/სთ სიჩქარემდე არის განსაზღვრული. ეს ხშირად გონიათ ხოლმე, რომ საცობებს გამოიწვევს და პირიქით, რაც უფრო დაბალია სიჩქარე. გამტარუნარიანობა იზრდება ვიწრო ქუჩებზე და თბილისის შემთხვევაშიც ეს არანაირად კოლაფს არ წარმოქმნის, ზოგიერთი ესე ფიქრობს და იმიტომ უსვამხას. დღეს უკვე განვითარებული ევროპის განვითარებულ ქალაქებში სიჩქარე შეზღუდული არის 30 კმ/სთ-ში. სიჩქარემდე ცენტრალურ უბნებში ერთი ეს, ანუ სიჩქარის ადმინისტრირება და ოპტიმალური სიჩქარის დადგენა მოძრაობისას და მეორე. ქულები არ არის, ქულების დაკლება
დაკავშირებული სიჩქარის გადაჭარბებასთან. ანუ ეს არის მთავარი დარღვევა რეალურად, რომელიც კლავს ადამიანებს გზებზე და სამწუხაროდ ისე გამოდის, რომ ვისაც აქვს ფული, ანუ შეძლებული ადამიანი, რომელსაც ჯარიმების გადახდა შეუძლია, მას შეუძლია სიჩქარის გადაჭარბება შეიძინოს. უბრალოდ ადგენს შეიძინოს ეს უფლება. ანუ ქულის დაკლება არ არის გამოსავალი. ქულის დაკლება არ არის დაკავშირებული კამერასთან და თანამედროვე ასე ტექნოლოგიები კამერითაც აიდენტიფიცირებს ადამიანს, ვინც მართავს საჭეს, ამიტომ თუ ჩვენ გვაქვს სიჩქარის გადაჭარბება როგორც დარღვევა, მასთან მიბმული უნდა იყოს ქულების დაკლება, იმიტომ რომ სიჩქარის გადაჭარბება არის ყველაზე ძირითადი, ასე ვთქვათ, დარღვევა, რომელიც ადამიანებში საგზაო შემთხვევებში იწვევს სიკვდილიანობას. ერთ-ერთი ნაწილი ბოლო ნაწილად ახსენეთ, თუმცა ჩემი ყურადღება მიიქცია სასტრაფოს მისვლის საკითხმა. ეს რამდენად თვალსაჩინო და ამ შემთხვევაში დაუშვათ საგანგაშო ნაწილია ჩვენი რეალობის გათვალისწინებით, ანუ მაგალ პირობითად რამდენ ხანში მიდის სასტრაფო შემთხვევის ადგილას. ეს ჯანდაცვის საკითხებში ადგილს, მაგრამ მთლიანობაში საშუალებულ სტატისტიკას თუ მოვიყვანთ. ჯანდაცვის საკითხებში ეს ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია მსოფლიოს მასშტაბით, მსოფლიო ასე ვთქვათ პრიორიტეტებში შედის დროული სამედიცინო დახმარების გაწევა საგზაო სატრანსპორტო შემთხვევებში. რა თქმა უნდა, აქ საჭირო არის და უნდა გაკეთდეს, მე ვფიქრობ, რომ არ არის ეს გაკეთებული. იქ სადაც ჩავიწერტილებია ზუსტად, მაქსიმალურად გაძლიერებული უნდა იყოს სამედიცინო დახმარება, მაქსიმალური ყურადღება სჭირდება და ისედაც ეხლა არ არის. თუ არის მცირე რაოდენობით, აი შავ წერტილი. დაკავშირებული არ არის ეს ჯაჭვები, ასე რომ ვთქვათ და ანუ ეს დაკავშირებულება გულისხმობს მაგალითად პირობითად იმ კონკრეტულ შავ წერტილთან, უხეშად რომ ვთქვათ, ახლო მდებარე ტერიტორიაზე პირობითად კლინიკის ან მედპუნქტის არსებობას. დიახ, აი ეს საკითხი არ არის სიღრმისეულად შესწავლილი და მეორე არ დანერგილა, სხვათა შორის არის შესაბამისი ევროდირექტივები და ჯერ არ არის აქ დანერგილი საქართველოში. სავალდებულო უნდა იყოს ეგრეთ წოდებული SOS პროგრამა, რომელიც ნიშნავს იმას, რომ საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის მოხდენის დროს მაშინ მით უმეტეს მაშინ, როდესაც ადამიანები ვერ ახერხებენ დაუშვათ დაკავშირებას სასწრაფო დახმარების სამსახურებთან, ავტომატურად უნდა ხდებოდეს სიგნალის გაგზავნა შესაბამის გადაუდებელ სამსახურებში. არ უნდა საჭიროებდეს ადამიანის ძალისხმევას, ტელეფონის აღებას, დარეკვას და ასე შემდეგ. ხშირად ეს პრობლემურია, იმიტომ რომ საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა, სანამ იქ თუ გადარჩა ამ შემთხვევის დროს, ხო, ადამიანი იქ უნდა მოიკრიბოს ძალა, უნდა იპოვოს ტელეფონი. ასე რომ ეს პრობლემები დგას, ანუ თანამედროვე ტექნოლოგიები დასანერგია ამ სისტემაში ისე, რომ ადამიანის ჩართულობის გარეშე მოხდეს გადაუდებელი დახმარების მისვლა ადგილზე. ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია ნამდვილად. და ჩვენი საუბრის ბოლოს სახელმწიფოს მხრიდან აი ამ მიმართულებით, რაც ახლა ჩამოთვალეთ, ზაობა რამდენად ჩანს და რამდენად ჩანს მათ შორის მძღოლების მხრიდან, რომ აი ეს ყველაფერი რეალურად გაითვალისწინოთ. პირველი, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ არ გვყავს ისეთი მძღოლები, რომლებიც რაღაც საოცრებებს ახდენენ გზებზე და ესე სხვაგან არ ხდება, ხო, დაუშვათ ეს მე არ ვფიქრობ. ბევრი კანონი, რომელიც იყო შემოღებული და დანერგილი საქართველოში, აი პირველებმა ყველაზე საუკეთესო მაჩვენებელიც კი აჩვენეს ქართულმა მძღოლებმა, მათ შორის ღვედის გამოყენებაზე თუნდაც, ხო, ეხლა ამბობენ, რომ ჯარიმის შეშით იყო თუ როგორ იყო, დღეს უკვე გააზრებულადაც უამრავი ადამიანი იყენებს ღვედს. ამიტომ ამ მიმართულებით დიდ პრობლემას ვერ ხედავ. საჭიროა სახელმწიფოს მხრიდან ზუსტად საჭიროა ცნობიერების ამაღლების კამპანიები. ჩვენ ვითხოვდით არასამთავრობო ორგანიზაციები, რომ საგზაო უსაფრთხოების სპეციალიზირებული სამსახური შექმნილიყო, შეიქმნა ეს დეპარტამენტი. თუ არ ვცდები 2 წელია უკვე, მაგრამ ამ სამსახურს სჭირდება ტექნიკური აღჭურვა, სჭირდება მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. ეკონომიკის სამინისტროში არის საგზაო უსაფრთხოების დეპარტამენტი, რომელიც პოლიტიკა უნდა განსაზღვროს და უნდა იყოს მაკოორდინირებელი და ჩვენ გვინდა რომ ამ სამსახურს კონდეს კოორდინირების უფლება. კიდე ერთი სტრუქტურა პირობითად სტანდარტს გან მეორე სტრუქტურას ევალება, აღსრულება, ეს რამდენად თანხმდროში და კოორდინაციაშია? ეს არის ძირითადი პრობლემა დღეს საგზაო უსაფრთხოების მენეჯმენტში. აი რა თქვენ ბრძანეთ, იმიტომ რომ საგზაო უსაფრთხოება ფუნქციურად გაბნეულია. ვიყავ რომ ეს უწყება უნდა ყოფილიყო ყოველდღიურად არა ამ საქმეში ასე ღრმად ჩახედული ადამიანის გადასახადი. საგზაო უსაფრთხოება ფუნქციურად გაფანტულია სხვადასხვა მიმართულებით, არის შინაგან საქმეთა სამინისტროში, არის ინფრასტრუქტურის სამინისტროშიც შესაბამის მიმართულებებით, მაგრამ უნდა იყოს ერთი მაკოორდინირებელი ორგანო. ჩვენ საერთაშორისო გამოცდილებით რაც ვიცით, წარმატებული მაგალითები, იქ ყოველთვის არის ლიდერი სტრუქტურა, რომელიც შემდეგ ანაწილებს ამ საგზაო უსაფრთხოების ფუნქციებს სხვადასხვა სტრუქტურაში.
ამიტომაც ჩვენ გვინდოდა ეს, რომ საგზაო უსაფრთხოების დეპარტამენტი შეიქმნა ეკონომიკის სამინისტროში აი ფუნქციებით იყოს გამოკვეთილი, იყოს მას კონდეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, არსებობს ასევე საგზაო უსაფრთხოების ობსერვატორია, რომლის შესახებაც ჯერ ბევრი რამ არ გვსმენია, ან რაღაც აქტიურობების ან ღონისძიებების, იმიტომ რომ არ არის კოორდინირებული ეს მოქმედებები და ბოლოს არის სამოქმედო გეგმა საგზაო უსაფრთხოების როგორც წესი და ყოველი წელი ფასდება ხოლმე. მე მგონია რომ კრიტიკულად უნდა შეფასდეს ძალიან ეს სამოქმედო გეგმა, მათ შორის სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდანაც, ვინც ჩართულია ამ პროცესში და რატო? თუ ჩვენ ვადგენთ ყოველ წელს სამოქმედო გეგმას და ამ ყოველი წლის ბოლოს დაღუპულების რაოდენობა გაზრდილია, დაშავებულების რაოდენობა გაზრდილია, მაშინ უნდა შევაფასოთ ეს კრიტიკულად, უნდა ჩავრთოთ საერთაშორისო გამოცდილებაც და დავნერგოთ შესაბამისი სტანდარტები, რომლებიც ძირითადად ევროდირექტივებში გაწერილია და საჭიროა უბრალოდ მათ აღებას და დანერგვას. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის ამ თემის აქტუალობის გათვალისწინებით სამწუხაროდ აი ამ ძიმე სტატისტიკის გათვალისწინებითაც მე დარწმუნებული ვარ სხვა გადაცემებში დავუბრუნდები. დავით მესხიშვილი იყო ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერის სტუმარი.